მოდით მე-11 ამოცანა. წესიერი 20 კუთხედის პერიმეტრი 40 სანტიმეტრის ტოლია, იპოვეთ მასზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. თითქოს რთული პირობაა, არ არის გრადუსებში გამოსახული სავარაუდო პასუხები, მაგრამ ეტაპობრივად შეგვიძლია რომ სწორ პასუხამდე მივიდეთ. რამდენიმე რამის ცოდნა აქ საჭირო. პირველი ის, რომ გვაქვს მოცეული წესიერი 20 კუთხედი, წესიერია მრავალკუთხედი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა გვერდი და კუთხე ერთმანეთის ტოლია, რადგან პერიმეტრი 40-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი წესიერ 20 კუთხედს დავხაზავთ, მაშინ მისი ერთი გვერდი გაუტოლდება 2 სანტიმეტრს. მაგრამ აქ მეორე პრობლემა არის, რომ მასზე შემოხაზულია წრეწირი. წრეწირის შემოხაზვა იმას ნიშნავს, რომ აი ამ 20 კუთხედის თითოეული წვერო ეხება წრეწირს, ამ წრეწირზე ძევს ამ 20 კუთხედის თითოეული წერტილი. ეხლა მე არ დავხაზე უცივე კუთხე როგორ ეხება წრეწირს, ორი საკმარისია და გამოვა ესეთი რაღაცა, რომ გვაქვს წრეწირი, მასზე აი ამ 20 კუთხედის ორი გვერდი ერთმანეთს ეხება, ესე თქვა, ორი წერტილი ეხება წრეწირის წირს, რომელიც ორი ტოლია. შემდეგ ეს დაკავშირებულია წრეწირის ცენტრთან. ანუ 20 კუთხედი დაყოფილია 20 ტოლს სამკუთხედად. ცალკეც მაქვს ამოხაზული ეს სამკუთხედი, ოღონდ იმ პირობით, რომ ნახეთ 360 რო დავყოთ 20 ტოლს სამკუთხედად, მაშინ წვეროსთან მდებარე, რომელიც ტოლფერდა რადიუსებია მისი ფერდები, თითოეული წვეროსთან არსებული კუთხე გაუტოლდება 360 შეფარდებული 20-თან, ანუ 18 გრადუსს. მაგრამ თუ კი ამ ტოლფერდა სამკუთხედს სიმაღლით გავყოფთ შუა ორ ტოლ ნაწილად, ამიტომაც ამოვხაზე მართკუთხა სამკუთხედი, გვექნება რადიუსი, რომელიც ჰიპოტენუზაა, ანუ წრეწირის ცენტრიდან უშუალოდ აი ამ 20 კუთხედის წვეროთა შემაერთებელი მონაკვეთი, რომელსაც ვეძებ. რადგან ვამბობ, რომ გვერდი ორი ტოლია, სიმაღლით იგი დაიყოფა ორ ტოლ ნაწილად და იქნება ერთის ტოლი და კუთხე იქნება 9 გრადუსი, რადგან ასევე ორ ნაწილად გაიყო არსებული კუთხე. შესაბამისად, მარტივი ტრიგონომეტრიის საფუძვლების გამოყენებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ისე შეეფარდება ერთს, როგორც სინუს 9 გრადუსი. სინუსი არის მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუსასთან და მარტივი გარდაქმნებით მივიღებთ, რომ ერი უდრის ერთის შეფარდებული სინუს პი მეოცედთან. ასეთი არის აპასუხი და შეგვიძლია მოვნიშნოთ. წარმატებები.